კომპიუტერულ თამაშში მოთამაშემ უნდა დააკომპლექტოს 7 პერსონაჟიანი რაზმი. ამისათვის მის განკარგულებაშია 5 რაინდი, 3 ჯადოქარი, 2 მკურნალი და 2-ც მზვერავი. რაზმის დაკომპლექტებისას დაცული უნდა იყოს შემდეგი პირობები. რაინდების რაოდენობა რაზმის დანარჩენ წევრთა რაოდენობაზე მეტი უნდა იყოს. რაც იმას ნიშნავს, რომ ან 5-ვე რაინდი უნდა შევიდეს ამ ეტაპზე, ან 4 მაინც. ხო, რომ 7-დან უმეტესობა რაინდი იყოს. თუ მაგალითად 3 რაინდი შევა, უკვე 4 გამოვა დანარჩენი პერსონაჟი და არ გვაწყობს. თუ შეირჩევა H1, მაშინ არ უნდა შეირჩეს S1, თუ შეირჩევა K1, არ უნდა შეირჩეს K4, თუ შეირჩევა K2, აუცილებლად უნდა შეირჩეს M1. ესე იგი, აქ ჩვეულებრივი პირობითი წინადადებებია, სიტყვა აუცილებელი ვიცით, რომ შედეგთან როცა ერთვის არაფერს არ ცვლის ის. და თუ რაზმში არ იქნება არც S1 და არც S2, მაშინ უნდა იყოს M2-ო. ოკეი. ნუ პირველ რიგში მოდი დავაკონსპექტოთ ეს პირობები. ხო? ესე იგი, რაინდების რაოდენობა რაზმის დანარჩენ წევრთა რაოდენობაზე მეტი უნდა იყოს. თუმცა აქ თუ ჩვენ უკვე გავითვალისწინებთ აი ამ პირობას, რომ K1 და K4 ერთად ვერ იქნება, იმიტომ რომ თუ K1 არის, K4 არ არის, თუ K4 არის, K1 ვერ იქნება. ეს ნიშნავს იმას, რომ 4 რაინდი გვყავს. ფაქტობრივად პირველი პირობა ასე ითარგმნება. და თანაც უკვე შეგვიძლია ჩვენ ვთქვათ რა ვარიანტებია რაინდების. ეს არის K1, K2, K3, K5, ან მეორე ვარიანტი არის უკვე K4-ზე აწყობილი, ხო? K2, K3, K4 და K5. ოღონდ კაც ავიღოთ მოდი დიდი ასოები სამართლიანობისთვის. ასე. მეორე პირობითი წინადადება, თუ შეირჩევა, ესე იგი, H1, არ უნდა შეირჩეს S1-ო. ოკეი. თუ შეირჩევა K1, არ უნდა შეირჩეს K4-ს უკვე გავითვალისწინეთ. მეოთხე. თუ შეირჩევა K2, მაშინ უნდა შეირჩეს M1. და მეხუთე, თუ რაზმში არ იქნება, ესე იგი, თუ არა S1 და არა S2, მაშინ უნდა იყოს M2-ო. მაშინ M2 კი. კეთილი. ესე იგი, ეს არის ჩვენი პირობები და პრინციპში შევხედოთ პირველ შეკითხვას. პირველი შეკითხვა შემდეგი შინაარსისა. პირველ შეკითხვამდე ალბათ ურიგვარ იქნებოდა, თუკი ჩვენ ამ პოზიციებს მაინც ამოვიწერთ, ვინ გვყავს ზოგადად თამაშში, ხო? K3, K4, K5, ჯადოქრებიდან M1, M2, M3, მკურნალები H1 და H2 და S1 და S2. აი, სადღაც მერე აუცილებლად დაგჭირდება, რომ ყველა ვარიანტს ერთდროულად ვხედავდეთ. ხო, ეს ყველაფერი ხდება ჩვენ სამუშაო ფურცელზე. ხო, დაკონსპექტების ეტაპი ეს არის. ჩამოთვლილთაგან, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს რაზმის დასაშვებ შემადგენლობასო. დავიწყოთ ახლა ჩვენ K1, K4-ით, იმიტომ რომ ეს მარტივი პირობაა შედარებით და იდეაში თუ K1 არის, K4 რომ არ უნდა იყოს, ამით რაღაცას გამოვრიცხავთ, ხო? აი დეპასუხი მაგალითად K1 და K4 ორივე გვყავს, მესამე პირობის დარღვევის გამო, ეს პირობა, ეს პასუხი გამოირიცხება. სადაც H1 არის, S1 არ უნდა იყოს და მოვძებნოთ H1 სად გვყავს და იქ მერე გადავამოწმოთ ჩვენ ხომ არ არის S1. გეპასუხში არის, ხო? ამიტომ აქ მეორე პირობის დარღვევის გამო ეს პასუხიც უნდა გამოვრიცხოთ. ოკეი, ეს პირობაც დაგვეხმარა. ახლა K2 და M1-ის პირობა, K2 მოვძებნოთ, სადაც K2 არის, უნდა მოვითხოვოთ M1-ის ყოფნა. აქ შესრულდა K2, აი აქ M1 არ არის, ამიტომ მეოთხე პირობა იღება B-ში. K2 M1 აქ სრულდება და ბოლო პირობა ალბათ არის ახლა მთავარი, რომ თუ არა S1 და S2 მოვძებნოთ, აბა აქ S2 არის. აქ S1 და S2 არ არის და არც M2-ია. ესე იგი მეხუთე პირობა დაირღვა აი პასუხში, ხო? ამიტომ მე-15 ამოცანის პასუხი გამოგვივა A.
შემდეგი. გამოთვლილთაგან, რომელია შეუძლებელი? ესე გამომცანაში ჩვენ პირიქით, უნდა ვცადოთ კონკრეტული პასუხის შესრულება და თუ შევძლებთ, ესე იგი შეუძლებელი არ ყოფილა, თუ ვერ შევძლებთ ჩვენი მცდელობის მიუხედავად, ესე იგი შეუძლებელია. K3 და K5 ორივე, K-ს ორივე განლაგებაში ხდება ასეთი ვარიანტი, ამიტომ ახლა რომელიმე სცენარი ავირჩიოთ და ვცადოთ K3 და K5-ის ორივეს შეყვანა, ხო? მაგალითად K1, K2, K3, K5. აქ ჩვენ ვამჩნევთ, რომ K2 ყველა ვარიანტში რა კი არის, M1-იც ყველა კომბინაციაში გვეყოლება, ამიტომ აქ M1 დავიმატოთ. შემდეგ M3 გვყავს ძალიან თავისუფალი კანდიდატი, რომელიც არც ერთ პირობას არ დაარღვევს. და ახლა უნდა შევიყვანოთ კიდევ ჩვენ ორი წევრი, ხო? ამიტომ მაგალითად შევიყვანოთ S1 და თუნდაც M2, ხო? ვარღვევთ რომელიმე პირობას, K-ს პირობას სრულად შევასრულეთ. H1 S1-თან ერთად არ არის, ანუ H1 არ გვყავს, ამიტომ პირობა არ ირღვევა. K1 თუ არის K4 არ არის ვასრულებთ, K2 თუ არის M1 არის ვასრულებთ, თუ არ არის S1 და S2 M2 უნდა იყოს და S1 გვყავს, M2-ც გვყავს თან, მაგრამ M2 რომ წერ ყოფილიყო, მაინც არ იქნებოდა აქ დარღვევა. ამიტომ აპასუხში მოცემული ვარიანტი თავისუფლად შესაძლებელია. K1 და H1. K1-ის ვარიანტი. ავაწყოთ K1, K2, K3 და K5. ხო? და აქვე ახლა H1 შემოვიდა. K1 სადაც არის, იქ უნდა იყოს K4 არ უნდა იყოს, K2 სადაც არის M1 უნდა იყოს, ამიტომ M1 დავუმატოთ და დავაკვირდეთ სურათს, K უკვე შევიდა სრულად, M1 H1-ის შევიდა, S1 და S2 ჯერჯერობით არ გვყავს, არც ერთი, ამიტომ ან S2 დავიმატოთ, ან M2, ხო? ორივე ვარიანტი შეიძლება. და იყოს M2, ხო? არაფერს არ დააშავებს M2 თუ შევა. H2 და M3. ოკეი, ახლა ჩვენ K-ს ვარიანტები უნდა ავირჩიოთ, H2 და M3. ოკეი, K-ს თითქოს ორივე ვარიანტი ჩანს, რომ შესაძლებელია, თუმცა ვნახოთ. K1, K2, K3 და K5 დავიწყოთ ამ ვარიანტით, შევიდა H2 და M3. ჩვენ ვიცით, რომ K2 აუცილებლად შემოიყვანს აქ M1-საც. და აქ ვაწყდებით ახლა ჩვენ პრობლემას. მაშინ როცა S1 და S2 არ არის, M2 უნდა იყოს. M2-ის შემოყვანა ჩვენ აქ აღარ შეგვიძლია. ესე იგი H2-ის და M3-ის შემოსვლის პირობებში, K2-ის გამო, M1-ის შემოსვლის გამო, მათ შორის ესე იგი M2-ის ადგილი აღარ რჩება. შეიძლება რამე K2, K3, K4, K5 რო შემოვიყვანოთ აქ, არაფერი. ამიტომ გეპასუხის შესრულება ვერ შევძელით და ამდენად გეპასუხი იქნება აქ სწორი პასუხი. მაინც დავასრულოთ სხვა ვარიანტები, მაგალითად S1 და S2 ორივე რომ იყოს, რა მოხდება, ხო? K1, K2, K3, K5 დავაწყოთ ახლა ჩვენ ეს ვარიანტი. S1 და S2 და ნუ შესაბამისად M1 შემოვიყვანოთ. H1 და S1 ერთად არ ყავს, ეს პირობა სრულდება, K1, K4 ერთად არ ყავს, K2 სადაც არის M1 ყავს, თუ არ არის S1 და S2 ორივე არის, ამიტომ M2 არ არის აუცილებელი. K4 და M2-ის შემთხვევაც ვნახოთ, K4 თუ არის, იგი K2, K3-ის სცენარი გვაქვს. აქვე შემოვიდა M2, ვიცით რომ K2-ის გამო M1-იც შემოვა და კიდევ უნდა დავიმატოთ რამე, ხო? მაგალითად ეს რამე იყოს S1. და პირობები არ ირღვევა. ეგარი, გამოგვივიდა აქ გეპასუხი. თუ K1 და H1 ორივე შერჩეულია, რომელია აუცილებლად ჭეშმარიტი. ოკეი, K1-ის კომბინაცია შემოვიყვანოთ, K1, K2, K3 და K5. აქვე H1-ო. და ჩავთვით ახლა პირობები. K2 იწვევს M1-ს, ამიტომ M1-იც შემოვიდა. K-ს ვარიანტები გადავხაზოთ. სრულად M1 გადავხაზოთ, H1-იც გადავხაზოთ. სადაც H1 იქ S1 ვერ იქნება, ამიტომ S1-იც გადავხაზოთ და დავაკვირდეთ ახლა სურათს. ხო, ჩვენ ერთი კანდიდატი უნდა დავიმატოთ და ვარიანტები გვაქვს M2, M3, H2, S2. თუმცა
იმის გამო რომ S1 უკვე გადავხაზეთ და რატო გადავხაზეთ? იმიტომ რომ H1 თუ არის S1 ვერ იქნება. ახლა თუ S2-ზეც უარს ვიტყვით, მაშინ M2 უნდა შევიყვანოთ. M2-ზე თუ უარს ვიტყვით, მაშინ S2 უნდა შევიყვანოთ. ანუ გამოდის რომ ამ წყვილიდან M2 S2 1 აუცილებლად შევა აი ამ ბოლო პოზიციაზე. შერჩეულია ერთი მზვერავი, მაინც არ არის აუცილებლად ჭეშმარიტი, ხო? იმიტომ რომ შეგვიძლია ჩვენ ამ შემთხვევაში მზვერავების გარეშე ავაწყოთ კომბინაცია. მზვერავები იყო S1 და S2, ამიტომ შემიძლია რომ S2-ზეც უარი ვთქვა, M2 შევიყვანო და მზვერავი საერთოდ არ მეყოლება. M1-ის გარდა სხვა ჯადოქარიც არისო, შემიძლია S2 შევიყვანო და არა M-ის ხაზში რომელიმე, ხო? M3 შემიძლია საერთოდ შევარჩიო და არც უწევს აქ მას შესვლა. H2 შერჩეულია, არ არის H2 შერჩეული. თავისუფალია ძალიან ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ფიზიკურად აქ ვერც დავატევთ, იმიტომ რომ აქ ბოლოში ჩვენ შევთანხმდით, რომ S2 M2-ის წყვილიდან უნდა აირჩეს ბოლო კანდიდატი. ეგ არის, ამით ვასრულებთ ამ ტესტის განხილვას, იმედია ბევრი ვერსია დაემთხვა თქვენს პასუხებს. გისურვებთ წარმატებებს.